რა გველოდება 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. ამ ერთი კვირის განმავლობაში. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ საჯარო გაშლა კვირის ტარო პროგნოზი ჩვენთვის. გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი, უნდა ერჩიოთ ერთი ან ორივე, უმჯობესია მარტო ერთი. და ვნახოთ აბა, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. რა ელოდება პირველ ვარიანტს 4 მაისიდან 11-ის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც დავამატებთ ახლავე, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. ასევე ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია რა თქმა უნდა, რომ ცოტა ხანი გამქრალი ვიყავი მეგობრებო. პოსტიც დავდე ამის შესახებ, რომ ხმის პრობლემები მქონდა. ახლაც ბოლომდე ჯერ აღდგენილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ გაგახაროთ საჯარო გაშლებით. კარგით, ვფიქრობ უკვე აირჩევდით ვარიანტს და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აქ ამოვიდა კვერთხების პაჟი. იცით, პირველ რიგში მე აქ ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ ენერგიული კვირა გელოდებათ, დამუხტული ცვლილებებით, დამუხტული ახალი ინტერესებით, ახალი ჰობიებიც მოდის ბევრი თქვენგანის რეალობაში. ეს არის ის ენერგია, როდესაც ჩვენში აღიძვრება რაღაც ახალი ინტერესი, რაღაც ახალი ცეცხლი, როდესაც დაინთება ჩვენში, ხო? შეიძლება იყოს როგორც ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, კონკრეტული სფეროს მიმართ, ასევე სხვათა შორის კონკრეტული ადამიანის მიმართაც. თუმცა პირდაპირ ვიტყვი კონკრეტულად ამ არკანისგან მოდის უფრო მეტად ისეთი ენერგია, სადაც თქვენ უფრო დაინტერესებული ხართ რაღაც ახალი საქმით ან თქვენ საქმეში რაღაც ახალი სფეროთი, თითქოს უღრმავდებით რაღაც კონკრეტულ სფეროს, რაღაც კონკრეტულ საფეხურს, ხო? განახლებაც არის კვერთხების პაჟი. აქ აშკარად მოდის თქვენკენ სიახლეები პირველი ვარიანტი. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 4-დან 11 მაისის ჩათვლით. თასების მეფე და პენტაკლების მეფე. რა ხდება მეგობრებო, რა ხდება თქვენს თავს? ეს რა მამაკაცები მოდიან თქვენკენ? პირველ რიგში ქალბატონებო, თქვენთვის აქ მე ვიტყოდი იმას, რომ აქ ხედავ ორმხრივ ინტერესებს თქვენსა და კონკრეტულ მამაკაცს შორის, ან თქვენსა და კონკრეტულ მამაკაცებს შორის. ასეთიც შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია აქ იყოს, იცით როგორი სიტუაცია, რომ თქვენ გქონდეთ ინტერესი ერთი მამაკაცის მიმართ, მაგრამ თქვენკენ მეორე მამაკაცი მოისწრაფოდეს. ესეც სავსებით შესაძლებელია ასეთი სცენარი. მაგრამ უმეტესობასთან აქ უფრო მეტად ვხედავ იმას, რომ კონკრეტული ადამიანისგან მოდის ძალიან ინტენსიური ყურადღება, თითქოს უფრო ინტენსიური ყურადღება მოდის, ვიდრე აქამდე იყო. მამაკაცებო, თქვენ რაც შეგეხებათ, თქვენთვის აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ გაგიჩნდებათ ინტერესი კონკრეტულ ქალბატონში, კონკრეტულ ქალს შეხვდებით ან გაიცნობთ, რომელიც თქვენში რაღაც დიდ ინტერესებს აღძრავს. რაღაცა ეგ ეტყობა 1 მაისს ბელთაინის დღესასწაული, როდესაც გქონდა. შეეტყო სამყაროს, შეგეტყოთ თქვენს, ჩვენს, ყველას. იმიტომ რომ აქ რაღაც სიმპათიები, ინიციატივები, დასტის ძირზე პენტაკლების ტუზი, რაღაც საჩუქრების შესაძლებელია იყოს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ხდება კიდევ. კონკრეტული ურთიერთობა განვითარდება, ეს იცოდეთ. რა ელოდება პირველ ვარიანტს, აბა? ქურმი კაცი. ნახეთ, აქ თქვენ მიუხედავად ამ რაღაც სიყვარულებისა, რომანტიკებისა და ვნებებისა, აქ თქვენში გარკვეული ფილოსოფოსი იღვიძებს. მამაკაცებო, ქალებო, ორივე თქვენგანში.
ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა აქ იყოს რაღაც ან ხელის თხოვნა, ან ქორწილში დაპატიჟება მაგალითად, ხო? სხვისი მხრიდან, მაგრამ უმეტესობასთან ქურუმი კაცის არკანი რეზონირდება როგორც შინაგანი ბრძენის გამოღვიძება, უფრო ფილოსოფიური საუბრები თქვენს რეალობაში, უფრო მეტი სულიერი კავშირი შეიძლება იყოს აქ კონკრეტული ადამიანის მიმართ, ან საკუთარი თავის მიმართ, ხო? ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის მიმართაც გქონდეს საკმარისი სულიერი კავშირი. აქ მოდის გარკვეული ცოდნა, გარკვეული შინაგანი სიბრძნე ისევ და ისევ. გარკვეულ შინაგან ჰარმონიას გამოაღვიძებთ. რაღაც სრულიად ახალს გააცნობიერებთ. ყველას არ ეხება ასევე ეს ინფორმაცია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რაღაც გარკვეული გადაწყვეტილების წინაშეც დადგეთ, იმის გამო რომ რაღაც ახალი გააცნობიერეთ. კიდევ ერთი არკანით მინდა რომ დავაგვირგვინო ეს გაშლა პირველი ვარიანტისთვის. მეეტლე. ორი უფროსი არკანი გვესტუმრა მეგობრებო და მეორე არკანი გახლავთ მეეტლე. ეს არის პირდაპირ გაგებით გზა, პირდაპირ გაგებით ზრდა და აქ ნახეთ, აქ უკვე ყველასთან სხვადასხვანაირად რეზონირდება, იმიტომ რომ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ თქვენ თავად წახვალ სადღაც სამოგზაუროთ, ხო? თუნდაც არ ვიცი ცოტა ხნით ქალაქ გარეთ ან რაღაც ასეთი, ხო, რატომაც არა. ვიღაცისთვის ეს იქნება გადასვლა ერთი სამსახურიდან მეორეში, ან ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში, ვიღაცისთვის უბრალოდ რაღაც პატარა მოგზაურობა. ვიღაცის შემთხვევაში კი აქ იქნება კარიერული ზრდა. კარიერული ზრდა ან სულიერად რაღაც ახალ საფეხურზე გადასვლა, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გელოდება ძალიან სიღრმისეული რაღაცის გაცნობიერება, ეს იცოდეთ. ასევე შესაძლებელია თქვენკენ ჩამოდიოდეს კონკრეტული ადამიანი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც ამოირჩია, თქვენთან რა ხდება და თქვენთან გამოვიდა თასების ტუზი. ტუზი მეგობრებო ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაღაც განახლება, აფეთქება. თასების ტუზი არის გრძნობების, ემოციების აფეთქება, გადაფეთქება და ნახეთ ორივე ვარიანტში რამდენად სიმბოლური არის ის, რომ ორივე ვარიანტს ელოდება რაღაც გარკვეული განახლება, ხო? ორივე ხართ რაღაც განახლების პროცესში. თუმცა პირველი ვარიანტის შემთხვევაში განახლება იყო უფრო მეტად ქმედებებში, ხოლო მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ განახლებას ვხედავ უფრო ემოციური თვალსაზრისით. და პირველ რიგში მინდა გაგაფრთხილოთ ის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლოა რაღაც მომენტებში თავი იგრძნოთ ზედმეტად სენსიტიურად, ზედმეტად ემოციურად, ისე თითქოს ემოციები შინაგანად ვეღარ იტევთ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გამოხატოთ აუცილებლად თქვენი ემოციები და გრძნობები ღიად. შესაძლებელია კონკრეტული ადამიანებისგან აღიარებაც მიიღოთ, ხო? არ არის აუცილებელი რაღაც რომანტიული აღიარებები, სიყვარულები, არამედ ზოგადად რაღაც აღიარება, ხო? აღიარება იმაში, რომ აი ადამიანს მოსწონხართ, რომ ადამიანს მოსწონხართ არა რომანტიული, არამედ რაღაც ადამიანური თვალსაზრისით, ხო? ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა სიყვარულებიც სავსებით შესაძლებელია. აქ ემოციურ ფონს გავფრთხილდით მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნებით ძალიან სენსიტიური, თუმცა ამასთან ერთად ინტუიციაც კარგად გიმუშავებთ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ისწავლოთ თქვენი ინტუიციისა და თქვენი ემოციების გარჩევა, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან ხშირად გვეშლება ხოლმე ჩვენი შიშები ინტუიციაში, ჩვენი შფოთვები ინტუიციაში. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, კინაღა მარტივ თქვი. არკანი ქურუმი კაცი. მეგობრებო, რას ვაცნობიერებთ? ეს რა კვანტური ნახტომი არის პირველი ვარიანტისთვისაც და მეორე ვარიანტისთვისაც, რას ეხება ხმლების ხუთიანი, რას ეხება
ნახეთ მეგობრებო, აქაც მოდის გაცნობიერება გარკვეული სიტუაციებისა, გარკვეული ურთიერთობებისა, უფრო მეტად. ვიღაცისთვის ეს არის მეგობრული ურთიერთობების გაცნობიერება, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც სასიყვარულო ურთიერთობებში რაღაც ახალის გაცნობიერება, ხო? ვიღაცისთვის კი ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობებში რაღაცის გაცნობიერება და გააზრება. პირდაპირ ვიტყვი და უმეტესობასთან აქ რეზონირდება ან სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, ან გაცნობიერება ზოგადად სოციალიზაციის თვალსაზრისით. რაღაც ახალის გაცნობიერება ამ კუთხით. პლუს ამასთან ერთად აქაც დავამატებდი იმას, რომ რადგან კვერთხების ორიანი და ქურუმი კაცი ერთად ამოვიდა, ალბათ უმეტესობასთან ეს არ რეზონირდება, მაგრამ მაინც რადგანაც ამოვიდა ეს ინფორმაცია, ვალდებული ვარ გითხრათ, აქაც შესაძლებელი იყოს რაღაცან ხელის თხოვნა, ან ქორწილში დაპატიჟება, თქვენი ვიღაცამ შეიძლება დაგპატიჟოთ. მოლოდნელი აღიარებებიც ჩანს აქ, რადგანაც თასების მეფე და თასების ტუზი ყავს. ასევე ნახეთ, ხმლების ხუთიანი ამოვიდა და თითქოს კონკრეტული ადამიანი არის თქვენს რეალობაში, რომელიც არის ხან ცივი, ხან თბილი, ან მუდმივად გეჯიბრებათ ეს ადამიანი. ეს შეიძლება იყოს მეგობარი და ქალი, შეიძლება იყოს პარტნიორი ან თქვენი ეგრეთ წოდებული ქრაში, ხო, ინტერესის ობიექტი. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანთან დაკავშირებით გააცნობიერებთ რაღაც ახალს და ამ ადამიანის მხრიდან მიიღებთ რაღაც გარკვეულ აღიარებას. ეს არ არის აუცილებლად აღიარება გრძნობებში. სამწუხაროდ ამის იმედს ვერ მოგცემთ, რომ აი უცაბედად ადამიანი გეტყვით, რომ იცი მე შენ მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე, გამოვყივით ცოლად და წამოდი დავქორწინდეთ, ბედნიერები ვიყოთ და 100 შვილი გავაჩინოთ, ხო? რა თქმა უნდა, არა, აქ უბრალოდ რაღაც მისი შინაგანი მდგომარეობის აღიარება შეიძლება იყოს, უფრო რაღაც ასეც ხედავ. ასევე სხვა ადამიანებისგანაც ელოდეთ აქ რაღაც პატარ-პატარა აღიარებებს. დავამატოთ არკანი ვარსკვლავი ამოვიდა აქ. რას ეხება ვარსკვლავი? პენტაკლების ტუზი. რაღაც ახალი შესაძლებლობები იხსნება თქვენთვის, პენტაკლების მეფე. რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები და პერსპექტივები იღვიძებს თქვენს რეალობაში, მეგობრებო, და ეს ახალი შანსები და პერსპექტივები ეხება რას, იცით? კარიერასა და ფინანსებს. თუ თქვენ მაგალითად სამსახურის ძიებაში იყავით ან ხართ დღემდე, სამსახურს აუცილებლად იპოვით. თუ თქვენ რაღაცის შეძენა გინდოდათ, ძალიან დიდი ალბათობით შეიძენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ან რაღაც გარკვეული ფუნდამენტი ჩაეყრება, თუ მაგალითად არ ვიცი, მანქანის ყიდვა გინდოდათ, ან სახლის, ან რაღაც ასეთის, რაც ერთ დღეში და ორ დღეში ვერ იყიდება. ამას რა თქმა უნდა, უბრალოდ ფუნდამენტი ჩაესახება, იმიტომ რომ არკანი ვარსკვლავი მოდის აქ. და ასევე რაღაც ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში მოხდება რაღაც ისეთი, რასაც თქვენ საერთოდ არ ელოდებით. რასაც საერთოდ არ და ვერ ელოდებით. და ეს რაღაც ძალიან გაგახარებთ, იმიტომ რომ ეს რაღაც თქვენთვის იქნება ახალი შანსებით და ახალი პერსპექტივებით სავსე. მაგრამ რაღაც ისეთი თქვენი სურვილია, რომელსაც შესაძლოა საკუთარ თავსაც კი უმალავდით. შეიძლება უმალავდით, შეიძლება არა, მაგრამ რაღაც თქვენი სურვილია, რომელზედაც დიდი ხანია ფარხმალი დაყრილი გაქვთ. რაღაც თქვენი ფანტაზია სრულდება. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.